ქართული ოცნება BBC-ს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. პარტიის განცხადებით, BBC-მ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მძიმე ბრალდებები გაავრცელა, რომელიც დაინტერესებული პირების მონათხრობზე აგებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ივანიშვილის პარტია გამოცემას Deep State-ის პროპაგანდისტული არაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედიად მოიხსენიებს. დღეს დილით BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არაერთი აბსურდული ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძალადე მომიტინგების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ცხადია, Deep State-ის პროპაგანდისტული არაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორის საექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ხოლო მისი ოჯახის წევრი, მამა გიორგი ჩახუნაშვილი პირადად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის პროცესში და ფიზიკურად შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში. იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, საჯაროდ გაავრცელა ცრუ ბრალდებების საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ბრალდების დასამტკიცებლად თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიყვანა სტატიაში. იმის გამო, რომ ტყუილებზე აგებული ეგრეთ წოდებული ჟურნალისტური გამოძიება ძირითადად კრიმინალების მონათხრობზე აგებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, იმის გამო, რომ BBC-მ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა. იმის გამო, რომ ეს ბინძური პროპაგანდისტული მასალა არის მცდელობა, ჩირქი მოსხონს საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია საქართველოს სახელმწიფოებრიობას მივიღეთ გადაწყვეტილება, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. უწყება აცხადებს, რომ გამოძიების მიზანია დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. განცხადების თანახმად გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319 მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დღეს მდგომარეობით შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც დადასტურების შემთხვევაში მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ პირიქით შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ. BBC-ს გამოძიების შემდეგ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო ქიმიური ნივთიერების გამოყენება საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს. მათი განცხადებით, მშვიდობიან აქციაზე ქიმიური იარაღის გამოყენება საერთაშორისო სამართლის მძიმე დანაშაულს წარმოადგენს და ამის გამო ივანიშვილი და მისი გუნდი აუცილებლად დაისჯება. როგორც ისინი ამბობენ, 9 აპრილის შემდეგ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი არავის გამოუყენებია. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს არის ტერორისტული რეჟიმი, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს ქიმიურ იარაღს. ეს ნივთიერება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გამოიყენა, არის აკრძალული 1930-იანი წლების შემდეგ და საქართველოში ქიმიური იარაღის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ მოხდა ბოლოს 1999 წლის 9 აპრილს და ეხლა 2024 წელს ივანიშვილის რეჟიმის მიერ. და ეს მოხდა იმიტომ, რომ 99 წლის 9 აპრილსაც და დღესაც საქართველოს მართავს რუსული რეჟიმი. ამაზე პასუხი არის ერთადერთი, მეტი პროტესტი. იმიტომ რომ ეს ნივთიერება არ ანსხვავებს პოლიტიკურ შეხედულებებს, პარტიულ კუთვნილებას, წამლავს ყველას თანაბრად და ესეა ივანიშვილის ტერორისტული რეჟიმი. ივანიშვილი არ ანსხვავებს ვის მხარეს ხარ, რომელი პარტიის წევრი ხარ, რა არის შენი პოლიტიკური გემოვნება. ივანიშვილი წამლავს ყველას თანაბრად. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ეს იმდენად რთული დანაშაულია, რომ ამ დანაშაულის მოკვლევაში სასწრაფოდ და აუცილებლად უნდა იქნას ჩართული ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია. სახეზეა კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის მიერ კონვენციის უხეში დარღვევა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ ყველაზე ნათლად და პირდაპირ ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს რუსული ტიპის კვლელ პოლიტიკურ რეჟიმთან. რომ საქმე გვაქვს საკუთარი შეუიარაღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღის გამომყენებელ მონსტრებთან. ჩვენ ცხოვრობთ ბოროტი დიქტატურის ქვეშ, რომელიც საკუთარ ხალხს ტერორისტულ აქტებს უწყობს ხელისუფლება. ივანიშვილის მეთოდები ამ შემთხვევაში პირდაპირ ნაკარნახებია მოსკოვიდან, რუსული მოდელიდან. ის იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იგივე ბრძოლის ფორმებს და იარაღებს,
როგორც ამას იყენებდა ჩვენს წინააღმდეგ ოკუპანტი და როგორც ახლა ის იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. თუ როდიონოვმა ოკუპანტმა 1999 წლის 9 აპრილს დაიმეტა ქართული ხალხი და გაწირა ქართული პროტესტანტები, გასულ წელს ივანიშვილის რეჟიმმა გაწირა საკუთარი ახლობლები, საკუთარი ნათესავები, საკუთარი მეგობრები და ნაცნობები, საკუთარი სისხლი და ხორცი ფაქტობრივად გაწირეს და ჩვენ ვსაუბრობთ სავარაუდო საერთაშორისო სამართლის დანაშაულზე. და საქმე ეხება ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ მტკიცებულებების შეგროვებას და მიმართავთ ყველას, ვისაც ჰქონდა ჩივილები მოწამვლის შემდგომ და სხვა სიმპტომები დაკავშირებული ამ მოწამვლასთან და ინტოქსიკაციასთან, რომ დამოკავშირდნენ მათ შორის ჩვენი Facebook პლატფორმის მეშვეობით და ჩვენი გუნდი, სამეცნიერო გუნდი, რომელიც ხელმძღვანელი იქნება ბატონი ლევან ფერაძე, აუცილებლად დაამუშავებს ამ შემთხვევებს და რა თქმა უნდა შესაბამის სპეციალურ დასკვნასაც მოამზადებენ, რომელსაც აუცილებლად მივაწოდეთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი ერთ-ერთი რა თქმა უნდა მიზანი იქნება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დავიწყოთ კონკრეტული საერთაშორისო საგამოძიებო პროცესი. ეს ბრალდება არის საერთაშორისო სანქციების უკიდურესად დამძიმების საფუძველი, ბუნებრივია მიუკერძოებელი გამოძიების შესაძლებლობა ქვეყანაში, სადაც ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი ერთ ადამიანს აქვს მიტაცებული და მის სამსახურშია ვერ გვექნება, მაგრამ იქამდე ფედერალისტები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვიწყებთ ინფორმაციის მოძიებას არსებული ფაქტების შესახებ. თქვენ იცით, რომ ჩვენიც ხელი ხაზი მუშაობს უკვე თითქმის 1 წელია პროტესტის მონაწილეების დასახმარებლად 427-ზე ან თქვენთვის სასურველი უსაფრთხო არხით დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სახის ინფორმაცია გვჭირდება იმისთვის რომ ჩვენ მომავალში დავაზღვიოთ მოსახლეობა ასეთი უმსგავსობისგან თუ ეს დასტურდება და ამასთან კომპენსაციაც მიიღოთ და ივანიშვილმა ამაში ფასი გადაიხადოთ. აგრეთვე ვაპრო და სავლური ოპოზიციური პარტია ახალი გირჩიმედი თავისუფლება დრო ევროპული საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული პარტია თავისუფლების მოედანი სტრატეგია აღმაშენებელი და ფედერალისტების საერთაშორისო ინსტიტუტებს მოუწოდებენ ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხისმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება.